ოპოზიციურ ფლანგზე შეუთანხმებლობა და დაპირისპირება გრძელდება სოციალურ ქსელებში მიმდინარე საუბრებში ამჯერად ნიკა მელიაც ერთვება. ციხიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში უამრავი პოლიტიკოსის, NGO-ს და სხვა აქტიური საჯარო პირის მიერ ხალხთან მუშაობის აუცილებლობა დაჩრდილული იყო უცხოეთიდან გადამწყვეტი დახმარების ილუზიით. ჩემთვის მიუწვდომელი და გამოუცნობია, როგორ ხერხდება ამბიციური პოლიტიკოსის ჯანსაღად ამბიციური NGO-სა თუ სამოქალაქო საზოგადოების საჯარო პირების მიერ, რომლებიც მომავალში ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობის აღებაზე ფიქრობენ, რომ წელიწადში 10-ჯერ მოხვდნენ ბრიუსელში და არც ერთხელ ზუგდიდში. ეს მიდგომაც მთლიანად შესაძლებელია, სწორედ 10-ჯერ ზუგდიდში, საკმარისია ერთხელ ბრიუსელში, წერს ნიკა მელია. ამავე წერილში მელია გამოეხმაურა სააკაშვილს და ნაციონალური მოძრაობის ცალკეული წარმომადგენლების ბრალდებებსაც. მათ შორის იმას, რომ თითქოს 2024 წელს პირადად ბიძინა ივანიშვილმა დაუწერა ნომერ 4-ს ნაციონალურ მოძრაობაზე მაღალი პროცენტი. შეგახსენებთ, სააკაშვილის განცხადებებით უკმაყოფილო პარტიებმა ოპოზიციური ალიანსის სახელით განცხადება გაავრცელეს, ამას უკვე სააკაშვილის მკვეთრი განცხადებები და საპასუხო ბრალდებები მოჰყვა. შევხედოთ გაუგებარს ჩემთვის სრულიად ურთიერთგაშავების კამპანიას ოპოზიციაში, მარტო ალიანსში არა, ოპოზიციაში, მაგრამ განსაკუთრებით რაღაცნაირად ალიანსის მიმართ და არა მხოლოდ შიგნით გულისხმობ სხვების განცხადებებსაც და მეორეს მხრივ შევხედოთ პროტესტში რა ხდება რაღაცა ურთიერთდაჭმა ასევე. ესეთი რაღაცეები ურთიერთდამთხოვით ან დროში და თითქმის შემიძლია ვთქვა თემებშიც და მეთოდებშიც არასდროს არ ხდება შემთხვევით. ჩვენ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, ვიდრე ჩვენი ნერვების რაღაცა მოფხანა და გულის მოფხანა. ალიანსში პროცესები რთულია, მე კიდევ გავმეორდები და ვიტყვი, რომ არავის არ ეგონა, რომ სიცოცხლის ცხოვრება მარტივი იქნებოდა, არც ეხლა არ მგონია. მე ერთადერთი რაზეც ვფიქრობ, არის ის, რომ ალიანსი შენარჩუნდეს. ეს არის ჩემი ამოცანა. ამ პარტიის შიგნით შეიძლება ადამიანებს ხონდეთ განსხვავებული აზრი, მაგრამ მყარი პოზიცია იქმნება კონსენსუსის საფუძველზე და აქ გვაქვს კონსენსუსი, რომ ჯერჯერობით, ნამდვილად ჯერჯერობით და არც მომავალში არ ამგონია რომ ვაპირებდით ამას და არ ვაპირებთ ეხლა ნამდვილად დატოვებას ალიანსის, ეხლა გრძელ პერსპექტივაში და გრძელვადიან მომავალში, ეხლა არ ვერც დამისვამთ ამ შეკითხვას და უახლოს მომავალში ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ ამ ალიანსის დატოვებას, თუმცა რაღაც საკითხებზე განსხვავებული აზრი რო გვაქვს, ეს ფაქტია და ზედაპირზეცაა. ჩვენ ხედავთ თანამედროვე პავლო მოროზოვის მენტალიტეტის მქონე ადამიანებს, რომლებიც ყველაფერს გადადებენ, ყველაფერს გაწირავენ, ოღონდაც საკუთარი კეთილდღეობა რამენაირად მოაწყონ და ზუსტად ამის გაგრძელება ეგრეთ წოდებული შუავერის კომიტეტის შემადგენლობა სხვადასხვა დასახელების, სხვადასხვა ფანჩატურებში გაერთიანებით, რომელთა მთავარი მიზანია ქართული საზოგადოების დასჯა იმ საზოგადოებისა, რომლებიც მხარს არ უჭერს ამ კოლექტიურ ნაცნობრობას. როდესაც დღის წესრიგი არის ნეგატივზე აგებული, ეს ნეგატივი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად აჩვენებს ამ ალიანსის წევრთა პოლიტიკურ თუ ფსიქოლოგიურ განწყობას. ამიტომ ეს ნეგატივი არის არა მარტო საქართველოს მიმართ მათი საქმიანობა, არამედ არის ეს ნეგატივი აისახება ერთმანეთს შორის ურთიერთობაში. სააკაშვილის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ბუნებიდან გამომდინარე, მას სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ერთპიროვნული ლიდერობა და თulis, რომ ეს დანარჩენები არიან მის წიაღში დაბადებულნი და ამიტომ მათგან მოითხოვს სრულ მორჩილებას და ეს კიდე, ასე ვთქვათ, ფაქტორი ცალკე ხელისშემშლელია. ეხლა ესენი რა ფორმით იქნებიან და რა ფორმით გააგრძელებენ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა, მადლობა ღმერთს, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისთვის აღარ აქვს.